სირცხვილი ზოგადად სირცხვილი აი რა არის, იცი? როდესაც ყავს 23 წლის, 18 წლის და 12 წლის და 10 წლის 4 შვილი რო ყავს უკვე ზრდასრული, რომლებიც საღათაზროვნებენ, რომლებისთვისაც მამა ოჯახში მამა, დედა, როდესაც მათ ჯანსაღ გარემოში უწევთ გაზრდა, აღზრდა და უცბად აი ვიღაცა ქალი, რომელიც რამოდენიმეჯერ შენ ოჯახში გაიელვებს, ის აღმოჩნდება ქალი, რომელიც გართმევს მამას, ოჯახს და ცდილობს, რომ სახლიდან რამენერად გაგაგდოს. ეს ჩემთვის სირცხვილია. ის, რომ ზრდასრული კაცი ვერ გააკონტროლებს შენ მოთხოვნილებებს, ჩემთვის სირცხვილია. ის, რომ მე არასწორად შემოუშვი ადამიანის სახლში და ჩემი ოჯახი დავაყენე რისკის ქვეშ, ეს არის ჩემთვის სირცხვილი. ზოგადად როგორ გითხრა, არ გამოვირჩევი სინაზით და არ ვარ აი გოგო, რომელსაც არაფერი არ შეუძლია. მე აი როგორ გითხრა, ეხლა მშენებლობაზეც სწავალ და ვიმუშავ. ანუ ტიპაჟი ვარ, რომელსაც არაფრის არ მეშინია ზოგადად. კი, მაგრამ ვარ ეგეთი. მე მივედი მან, რომ ჩემი თვალით მენახა ის, რასაც ვისმენდი და რასაც ვუყურებდი სახლში. აი რომ მივედი იქ დამემართა რა იცი, აი პირველად ჩემ ცხოვრებაში ვერ გძნობდი ხელებს.